ოპოზიციონერი ლიდერის საქმეს სასამართლო გვიან ღამემდე განიხილავდა. საბოლოოდ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ ლელოძლიერი საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მილიონიანი გირაო შეუფარდა. მათ ვადა აქვთ 30 დღე ვიდრე ამ თანხას გადაიხდიან. პროცესზე ბადრი ჯაფარიძემ პირდაპირ თქვა, რომ მთლიანად ეს საქმე არის აბსურდი და სამართალთან საქმე არ გვაქვს. ეს არის პოლიტიკური საქმე იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტები გაანეიტრალოს ბიძინა ივანიშვილის პარტიამ, რადგან პროცესის დასრულების შემდეგაც ლელოძლიერი საქართველოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა და ასევე ადვოკატებმაც აღნიშნეს, რომ პროკურატურამ არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინა იმის დამადასტურებლად, რასაც ეხება კონკრეტული ბრალი და შესაბამისად ეს პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საქმე გამოყენებულია პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად. მოვისმინე პროკურორის საკითხული ბრალი. დავინახე, რომ გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც რევოლუციის მოწოდებასთან არის საუბარი, ჩემ მიმართ ეს არის აბსურდი. თურმე მე ვაორგანიზებდი რაციებით. შეხება არ მქონია არანაირ რაციასთან. მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს. ძალიან ვამაყობ, რომ დამოუკიდებლობის აღიარებაში წვლილი მაქვს შეტანილი. მე ვერ დამაჯერებთ იმას, რომ გჯერათ იმის, რასაც კითხულობთ. 50,000 ლარიანი გირაო იყო შეფარდებული ერთპარტიულ კომისიაში არ გამოცხადების გამო. ვიყავი ლონდონში. ვიცოდი, რომ განაჩენი ორ შაბათს გამოცხადებოდა, ამიტომ ჩამოვედი თბილისში. 50,000 ლარის პირობებში. მაშინ არსად გავქცეულ ვარ. არც ხვალ ვაპირებ გაქცევას და ვაპირებ ბრძოლას კანონის უზენაესობისთვის. ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშწორების საუკეთესო მაგალითი, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არანაირი მოწმეც არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს იმ უმსგავსო ბრალდებას, რომელიც პროკურატურამ პირადად მე და მამუკა ხაზარაძეს წაგვიყენა. მაგრამ როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც თავის თავს აჯობებს პროკურატურის წარმომადგენლებმა და სამწუხაროდ მოსამართლე, რა თქმა უნდა, რაც მოსალოდნელი იყო, დაუდასტურა სწორედ ის, რაც მათ სურდათ, გირაო შეფარდება ასტრონომიული ციფრით, მაგრამ კიდევ ერთხელ მე ვფიქრობ, დადასტურდა ის, რომ დღეს მართლმსაჯულება პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში, არის სრულად დაქვემდებარებული, აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათენილი კანონით მისი უზენაესობა. ეხლა აქ ვიტყვა, რომ შესაძლებელია უძრავი ქონებით ჩანაცვლება, ჩვენ განვიხილავთ ამ ვერსიას უძრავი ქონებით ჩანაცვლებას. ახლა აგერა მაქვს ბრალის დადგენილება, ერთ ფურცელზე არის ჩამოწერილი სრული სამართლებრივი ბოდვა და მარაზმი. კოლექტიური მართლმსაჯულება დააბრუნეს ამ ქვეყანაში, ამათმა კოლექტიური შუა საუკუნეებში ვართ, მე მგონი, ვინ საერთოდ რა გააკეთა, რა შეედავებიან, კაც შუმა არის ეს ბრალი რა გააკეთა, ვეკითხებოდით ადამიანებს, მოგვიტანეთ ერთი მტკიცებულება მაინც, ერთი რამეს სახის მტკიცებულება, რას ედავებით მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. გვეუბნებოდნენ, რომ გვაქვს, მაგრამ არ გეტყვითო. რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, მაგალითად ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას და გიორგი ვაშაძეს, მათ მიმართ წინა სასამართლოს ხდომის განსაზღვრასთან დაკავშირებით განიხილებოდა, რადგანაც აღნიშნული პოლიტიკოსები ისედაც იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში და ახლა საინტერესოა, ვიდრე ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, მათ მიეცემათ თუ არა საშუალება, რომ გამოვიდნენ, მაგალითად ასეთია ზურაბ ჯაფარიძე, სწორედ ეს კითხვები არსებობდა პროკურორის მიმართ, რაც ეხება ადვოკატებს, ისინი ამბობენ, რომ მთლიანად საქმე არის პოლიტიზირებული და პროკურატურამ ამ დრომდე ვერ წარადგინა კონკრეტული მტკიცებულებები სასამართლოს ხდომაზე. არსებობს მხოლოდ ვიდეო ჩანაწერი, ფარული ჩანაწერი, მაგალითად ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის, თუმცა ისინი ამ ვიდეო ჩანაწერში ადვოკატების შეფასებით არაფერს არ ამბობენ ისეთს, რასაც ისინი აქამდე საჯაროდაც არ ლაპარაკობდნენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ეს კითხვები არსებობს ახლა პროკურატურის მიმართ და კითხვები დასვა ჟურნალისტმა, პირველი ჟურნალისტმა და ვნახოთ რა პასუხები მიიღო პროკურორის მხრიდან. თავიდან ბოლომდე აღნიშნული საქმე არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ეს არის კოლექტიური ბრალდება საბჭოთა ტრადიციებით გამსჭვალული და მორიგი შოუ დაიწყება აღნიშნული პროცესით. ჩვენ დგავართ წყალგამყოფს. თუ აქამდე სასამართლო პროცესებს ვაფასებდით პოლიტიკური მართლმსაჯულების ჭრილში, ვაფასებდით მტკიცებულება არსებობა არ არსებობის ჭრილში. დღეს სასამართლო პროცესები, დღეს პროკურატურის ქმედებები ფასდება ერთადერთი კრიტერიუმით. ისინი
ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ისინი საბოტაჟს უწყობენ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. და ეს ბრალდება არის საქართველოს დღეს მოქმედი უზურპირებული ხელისუფლების პირდაპირი ნაბიჯი დასავლეთისადმი ისეთი სტილის პოლიტიკის წარმოების, როგორიც ჰქონდა საბჭოთა საქართველოს. პოლიტიკოსებს, ვისაც ამოეწურებათ საპატიმრო ვადა, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ, ისინი გარეთ დაელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე? ხო და ზუსტად ამას ხსნი და გიმეორებთ, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ თითოეულად ინდივიდუალურად, პერსონალურად განიხილება სახეზე არის თუ არა აკვეთი ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძვლები. რა იყო ამ ჩანაწერებში ისეთი, რასაც საჯაროდ ელენე ხოშტარია ან ზურა ჯაფარიძე არ ამბობდნენ და თუ ეს ჩანაწერები თქვენ გქონდათ, რამდენიმე წლის წინანდელი ჩანაწერებია, მყისიერად რატომ არ მოახდინა პროკურატურამ რეაგირება? როგორც მოგეხსენებათ, გამოძიება არის დინამიკური პროცესი. გამოძიება სჭირდება მტკიცებულებების მოგროვება, მტკიცებულებების დამაგრება, შემდგომ მტკიცებულებების შეფასება, ზიანთან მიმართებაში, ქმედების ხარისხთან, ბრალის ხარისხთან შეფასებაში და ეს არის დინამიური პროცესი. 8 ოპოზიციონერ ლიდერს შორის არის მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც სიტყვით ისარგებლა სასამართლო პროცესზე. ის ამბობდა, რომ ახლა ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა, უნდა დასრულდეს ის წყენები, რომელიც ახლა არსებობს, ახლა ამის დრო არ არის, ამბობდა მიხეილ სააკაშვილი და ის ასევე მიმართავდა პროკურორს, რომ მან საკუთარ თავს გამოუტანა გუშინ განაჩენი, რადგან პროკურორი, როგორც გაირკვა ამ სასამართლო პროცესზე, მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის ზვიგენთან დაკავშირებით ეკითხებოდა. ყველაზე უმთავრესი არის ჩვენი ერთობა, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ უცხოეთში, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ უაზრო წყენები ერთმანეთის მიმართ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას. მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება, რომ არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში. ვადასტურებ ჩემს მონაწილეობას სანქციების მოთხოვნაში. ჩემი წვლილიც არის და არ მესმის მე რატომ არ მადანაშაულებთ. თქვენ ალბათ საკუთარი ნებით, საკუთარ განაჩენს წერთ, რომელიც მალე გადავახსროლების ეტაპზე. მეცოდებით გულწრფელად, რადგან აირჩიეთ ღალატის გზა. ნაგავში ჩაფლობის. დიქტატურა დასრულდება. ისტორია მე გამომართლა და მომავალშიც გამომართლებს. მასკარადი ხართ. იაფასიანის ზვიგენების დამცველი კაცის. პროკურატურა ზვიგენების დამცველადაა გადაქცეული. მინდა მოვიკითხო ზვიგენი და როცა ქვეყანა გათავისუფლდება, ატლანტიკაში დავაბრუნებ მასაც. რა თქმა უნდა, ეს საქმე და ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება, როგორც პროკურორმაც აღნიშნა, გაგრძელდება. უნდა აღინიშნოს ის, რომ ყველა ადვოკატი ამ საქმეზე ამბობს, რომ პროკურატურამ ვერ წარადგინა კონკრეტული მტკიცებულებები ამ ბრალის დამადასტურებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ 25 ნოემბერს ჩაინიშნა წინა სასამართლო სხდომა და საინტერესოა რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ასევე საინტერესოა თუ მიეცემათ კონკრეტულ პატიმრებს, პოლიტიკურ პატიმრებს გამოსვლის საშუალება, რადგან ჩანიშნულია პროცესი 25 ნოემბერს, თუმცა 22-ში ეწურება ვადა მაგალითად ზურაბ ჯაფარიძეს ძველ ბრალდებასთან დაკავშირებით და სწორედ ეს კითხვები არსებობდა პროკურორის მიმართ. საინტერესოა როგორ გაგრძელდება პროცესი. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე აბსურდია და ეს ეხება პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებას. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.